ბაჩუ ახალაიასთვის და გიგი კალანდაძისთვის გამამართლებელი განაჩენის გამოტანას იუსტიციის მინისტრი გამოეხმაურა. ჩვენი კორესპონდენტი თამთა ნაჭყებია გვეტყვის, როგორ აფასებს მოსამართლის გადაწყვეტილებას. თია წულუკიანი, თამთა გისმენთ. სასამართლო არის თავისუფალი და პროცესი გრძელდება. ამის შესახებ დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თია წულუკიანმა განაცხადა. მისი განცხადებით მისთვის ცნობილია საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების შესახებ, რომელიც სწორედ ბაჩუ ახალაიას ბრალეულობას ადასტურებს და იმ შემთხვევაში თუ საქართველოს პროკურატურა აღნიშნული განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გადაწყვეტს, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები ბევრად უფრო კომპეტენტურნი აღმოჩნდებიან, ვიდრე პირველი ინსტანციის მოსამართლეები არიან. განაჩენით გადასტურდა ერთი მარტივი რამ, რაცაც მე ვერჯერ ვამბობდი, რადგან ჩვენი მთავრობა არაერთხელ ამბობდა, რომ სასამართლო არის რეალურად პროკურორებისგან თავისუფალი. ეს ამ განაჩენის დამტკიცება. პროცესი ჯერ არ დასრულებულა. თქვენი ცით საქართველოში არსებობენ პირველი ინსტანციის ზემდგომი მოსამართლეები, რომლებსაც იმიტომ არიან ზემდგომი მოსამართლეები, რომ უფრო მეტი კომპეტენცია აქვთ, უფრო მეტი გამოცდილება აქვთ. აღნიშნული განცხადების გაკეთებამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ეროვნულ არქივში გამოფენა გახსნა. საქართველოს ეროვნულ არქივში ვახუშტი ბატონიშვილის აღწერა სამეფოსა საქართველოსი და გეოგრაფიული ატლასი გამოიფინა. აღნიშნული ძეგლების იუნესკომ 2012 წელს მსოფლიო ეროვნული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეიტანა და თია წულუკიანმა განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრო იღებს ვალდებულებას, რომ არასოდეს დადგეს აღნიშნული ძეგლების მსოფლიო იუნესკოს სიიდან ამოღების საკითხი. გასულ წელს საქართველოს ეროვნულმა არქივმა იუნესკოს საერთაშორისო მემკვიდრეობის რეესტრში წარადგინა ორი უნიკალური დოკუმენტი, რომელიც ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილი საქართველოს აღწერა და ატლასი გახლავთ. ორივე ნომინაციის წარდგენაში მხარდაგუჭირა მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებმა, მოხდა იუნესკოს საქართველოს წარმომადგენლობიდან ამ ნომინაციებისთვის მომზადებული დასკვნები სათაურებში გადაგზავნა. შემდეგ იქ მოხდა მათი შეფასება და აი დღეს უკვე ეს ორივე დოკუმენტი შესული არის მსოფლიო მემკვიდრეობის საერთაშორისო რეესტრში. ჩვენ ეროვნულ არქივში, რომელიც შედის იუსტიციის სამინისტროს გამგებლობის სფეროში, ვიღებთ ვალდებულებას ჩვენს მეცნიერებთან ერთად, რომ ვახუშტი ბაგრატიონის ატლას და აღწერა სამეფოსა საქართველოსას მოვუვით და დავიცავთ ისე, რომ არასოდეს დადგეს ეჭქვეშ მისი საერთაშორისო რეესტრში ყოფნის საკითხი. მე შეგახსენებთ, რომ ვახუშტის რუკები, ვახუშტი ბატონიშვილის გარდაცვალების შემდეგ სანქტ-პეტერბურგის აზიის მუზეუმში იყო გამოფენილი და იგი საქართველოს მხოლოდ 1925 წელს დაუბრუნდა და ამ დროიდან იგი საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება. დამთვალიერებელს ვახუშტის რუკების ნახვა საქართველოს ეროვნული არქივის დარბაზში და მისი შესწავლა 10 აგვისტომდე შეიძლება. თია წულუკიანის განცხადებებით თამთა ნაჭყებიამ გაგვაცნო.